რუსთავის მერიამ 2026 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ემეგის ჩართულობით კომუნალურ კომპანიებთან განიხილა. ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე კომუნალურ მომსახურებაზე პასუხისმგებელ კომპანიებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან დავით ნარმანიასთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე მომდევნო წლის საინვესტიციო პროექტები განიხილეს და მუნიციპალიტეტსა და კომუნალურ კომპანიებს შორის კოორდინირებული მუშაობის გეგმები დასახეს. 2026 წლის იმ მთავარ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც ქალაქში ვაპირებთ, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით წყალმომარაგების კუთხით გაგრძელდეს სამუშაოები და ასევე ყველა იმ პროექტის ფარგლებში მათი ჩართულობით კიდევ უფრო ეფექტიანად და ვადებში შევასრულოთ ის პროექტები, რომელსაც დავიგეგმებით 2026 წელს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი სინქრონში იყოს მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებულ პროექტებთან, ვინაიდან მოწესრიგებულად პროექტების განხორციელება გულისხმობს ზუსტად იმას, რომ გამოიცვალოს მიწისქვეშა კომუნიკაციები და შემდეგ მუნიციპალიტეტმა მოაწესრიგოს მიწისზედა ინფრასტრუქტურა. ამისთვის შესაბამისი პროექტები დამტკიცებული აქვს და საინვესტიციო გეგმებში აქვს შესაბამისი რესურსები კომუნალურ კომპანიებს და მუნიციპალიტეტთან კოორდინაციით ეს ყველაფერი განხორციელდება და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გაკეთდება რუსთავში 2026 წელს. წარუადგინეთ ჩვენი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას, შესაბამისად ამ პროექტების ფარგლებში ასევე გათვალისწინებული არის ის პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტთან ერთად უნდა განხორციელდეს.